გადადგომი ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ უნდა გადავახადოთ. პირველ რიგში უნდა შეიცვალოს პრეზიდენტი თქვენი აზრით? ხო, ეს ერთდროულად ჩატარდება, თალთალკე ჩატარდება, ეს არის უფრო მეორე ხარისხოვანი საკითხი, მაგრამ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც აუცილებლად მე უნდა შევიდეს, ამას მოკლედ რო უნდა, ჩვენ გვექნება გამზადებული საარჩევნო კოდექსი, თუნდაც გვაქვს. ცვლილებები გვაქვს, ამაზე ახლა ინტენსიურად მუშაობთ. რომელი პარლამენტი დაამტკიცებს ამას? თქვენ რა გონიათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის გადადგება მთელი პარლამენტის ეხლანდელი უმრავლესობა გამოაცხადებს კაპიტულაციას? თქვენ რომ გადადგა 5 იანვრის არჩევნებში გადადგა რა ქნა უჯერებო გახდა პირველი პირი რა გააკეთა მაშინ რამე სრულება შეიტანა კონსტიტუცია 17 დღეში ვშილობდით არ ჩამოსულა გამარჯობა რა ვთქვია დეპუტატი 6 დეპუტატი ბატონიეთ საფარელი თემა გუჯანათ ჩვენ ესე მოდი ამაზე ვთანხმდებით რომ თქვენ თვლით რომ როგორც კი სააკაშვილი გადადგება ის პარლამენტი რომელშიც არიან დაუშვათ გოკა გაბაშვილი პეტრე ცისკარიშვილი აი ეს ლიდერები ნაციონალური მოძრაობის დაჯდებიან და რომელ საარჩევნო კოდექსსაც თქვენ მიუტანთ იმას მიიღებენ? ნინო მოდით ერთი ესე მარტივად არის ეს ამბავი? მოდი ბატონ ლაშას მინდა მე შეკითხვა დაუსვათ. რომ გადადგეს სააკაშვილი რა სიზონს ბატონ ლაშა მე პარლამენტში? სააკაშვილი არ გადადგება. ეს არის ყველა სუდის სიზმარი უმრავლესობის. მოდი ბატონ ლაშა არ გადადგება. ჩვენ არ ვემზადებით არჩევნებისათვის, ჩვენ გვაქვს კვეთრად გამიზნული გეგმა, რაც გულისხმობს ეკონომიკის სტიმულირებას დღეს საქართველოში. და ეკონომიკის გადარჩენას და ამ ქვეყნის გადარჩენას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს არის ჩვენი გეგმა. არანაირი არჩევნები ჩვენ გეგმაში არ შედის. და რომ ეკონომიკა უნდა გადაარჩინოთ, რაც არ არსებობს ხო ამაში. რა რომელ ეკონომიკაზეა საუბარი? სად არის ეკონომიკა ქართული? თქვენ მითხარით პროდუქცია, რომელსაც საქართველო უშვებს. ერთი პროდუქტი დამისახელება. ჩაი ციტრუსები არაფერი არ არის. ჩაი ციტრუსები რა აკეთებთ მითხარით? საშლელს, ფანქარს, ნატურას, როეულს, რამეს აკეთებს მუშაობს ტყიბლებში, დასაქმებულია ხალხი, ეს სამუშაო ადგილები არის დემაგოგიას თავი რა. საქართველო არის დაქცეული დღეს. ქართული სახელმწიფო არ არსებობს. სამუშაო ადგილები არ იმიტაცია, რომელი სამუშაო ადგილები ამოყარება გარეთ კაცო. რა ლაბარაკობთ რა გაიარეთ ერთი ქუჩაში რა და ელაბარაკოთ. ზუსტად მაგიტომ რომ კერძო სექტორში ხდება სამუშაო ადგილები. კერძო სექტორი დაამახადეთ, მთელი კერძო სექტორი მოსწრებს გაანადგურეთ. ყაჩაღები ხართ, მეკომრეები ხართ. ვიზე ლაბარაკო? გადი დაილაბარაკეთ ბიზნესი რა შეში. რა სამწუხაროა რომ ესეთ რა არის სამწუხარო და არის თითქოს რა ხდება? ვის აკუილებთ კაცო? ბატონო ლაშა არ ყვეს თურმე მიშა სააკაშვილი რა დააქცია საქართველოს დამაქცევარი ხარ თუ ყველა ძლევამდე გააქციეთ ეს ქვეყანა ბატონო გუბა შეიძლება გაუსვას ეს ქვეყანა ბატონ ლაშასთან მაქვს შეკითხვა ბატონ ლაშა ჩვენ მოვიცნეთ არა უშავს გექნებათ დრო რა კონკრეტული გეგმა გაქვს ბატონო არა თქვენი სამართლებრივი რა გაგაბარა ბატონ ლაშა რა კონკრეტული გეგმა თქვენო გავაგებენ ხალხს რა გააკეთეთ საფრთხე ადგილების შესახებ აი შეიძლება თქვი არა ბიზნეს არ დავატერორებ თუნდაც ამას ვიზა ბიზნესი დატერორებ ბიზნესი 6 მილიარდამდე როგორ გავხადეთ ბიუჯეტი ძალიან მაინტერესებს 6 მილიარდი ბიუჯეტიანი ბიუჯეტი რა ბიუჯეტი მოლაპარაკე აი რეკეტის ხარჯზე რა ბიუჯეტის და არ ეკეთ გააკიდეთ ქვეყანა საქართველოს გამოკითხები საქართველოს არ ეკუთვნის აბა ვის ეკუთვნის ვიღაცებს ვიგინდარებს ვის ეკუთვნის აბა მე ახალი დაგვარი შენ ეკითხები ვის ეკუთვნის ქართველებს ეკუთვნის რომელ ქართველებს სადარი რომელ მიხარეთ დიდი წარმატებული ქართველი ბიზნესმენი დღეს ფიჩოულის ადამიანი რომელიც დღეს ხელფასს იღებს მოდი ბატონ ლაშასთან მაქვს შეკითხვა ერთი წუთით ბატონ ლაშა ოპოზიცია ფაქტია დღეს ქაუტონმა ეკამას დაადასტურა რომ აპირებს
საპროტესტო აქციებს. მოდით ასე ვთქვათ, ზესწავლას ქალბატონმა ეკამ პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ დანიშნოს რიგარეში არჩევნები. მე ძალიან ყურში მოხვდა პრეზიდენტის განცხადებები, პრინციპში ასეთი აგრესიული განცხადება მას რამდენიმე თვე აღარ გაუკეთებია ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის მისამართით. საკუთარი მათი ამბიციების და კაპრიზების გამო არ ავრევთ ქვეყანას და პოლიტიკურ სტაბილურობას, არ დავაყენეთ საფრთხის ქვეშ, არ გვინდა ყევები არასტაბილურობა და ამის შესანარჩუნებლად თავრობა ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს. რაც, მოდით წარმოვიდგინეთ ესეთი სურათი, რომ დაიწყო ისევ იმ ტიპის აქციები და მოძრაობები, რაც იყო ნოემბრამდე. რაც იზამს ამ შემთხვევაში ხელისუფლება. თუ ეს მოითხოვა ათობით ათასმა ადამიანმა ქუჩაში გამოსულმა. რისკენაც მიისწრაფვის ოპოზიცია, პრინციპში ისინი არც მალავენ. და პრეზიდენტის ეს მესიჯი ისევ ძალად გამოიყენებს? მე დარწმუნებული ვარ, რომ 7 ნოემბერი ამ ქვეყანაში აღარ განმეორდება არასდროს და ამაზე არაჯერ გამოცხადეთ, რომ დაპირისპირება დღეს არის ჩვენი ქვეყნის დამანგრეველი პირობა. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც გამოხატეს თავიანთი ნება და რომელსაც აქვს თავიანთი მოსაზრება, აქვს უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი კანონის ჩარჩოებით, კანონის ფარგლებში. ამიტომ ყველას აქვს უფლება გამოვიდეს გამოხატოს თავისი აზრი სახალხო საჯაროდ. ანუ თქვენ არ მიპასუხეთ შეკითხვაზე. თუ ოპოზიციამ მოახერხა საზოგადოების ფართო საპროტესტო მოძრაობის დაგულისხმება დამხობას არა შეჭრას არ გულისხმობ მე მგონი არც უკაცრავად ერთით მე მგონი არც პრეზიდენტი არ გულისხმობდა შეჭრას და მე მგონი ყველამ ვიცით საქართველოში რომ არავინ არსად არ შეიჭრა ოპოზიციური სპექტრი პრეზიდენტი ამბობდა რომ მათი კაპრიზები გულისხმობდა არჩევნებს ჩვენ არ მოვახდენთ სიტუაციის ესკალაციას ჩვენ არ გვინდა სიტუაციის ესკალაცია ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ყველასთან ეს არის ჩვენი პოზიცია დღეს. აი, ასეთი ტიპის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან დიალოგი როგორ წარმოგიდგენიათ, ვინც თვლის რომ მე არ ვაპირებ, ფორუმი არ აპირებს ხელისუფლებასთან დიალოგს. ნინო, ჩვენს გამოვრიცხავთ ეს არაერთხელ. არა მოიწურება, ერთი ოპოზიციური ეს თქვენი მოსაზრებაა. არის აგინეს შესაძლებელი ბატონო იყო. ოპოზიციური პრობლემები ამ ქვეყნებში. ამ პრობლემებთან დიალოგი არ არსებობს. შეიძლება დიალოგი გქონდეს ღია თორთლაძესთან. მე შეიძლება გქონდეს არა, ამ პრობლემები ხარ. კი ბატონო, თემურ ლენგის მემკვიდრეები ხარ. მორჩაგაკა, გავამარტივოთ, არ უნდა ამას ვერ ვლაპარაკო. ესენი არის სამაჩაბლოს აფხაზეთი არა დასაბრუნებელი. ჯერ თბილისია დასაბრუნებელი, რომ მე ის დავიბრუნოთ. ხოლმე არ გამოვა. ასე ხელისუფლების არგუმენტებზე მიპასუხოთ ქალწონელა. ხელისუფლება დღეს პრეზიდენტმა ბრძანა რომ საქართველოს, ესე იგი, როგორ თქვა, იცით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ქარიშხალია ჩვენს გარშემო. ახლა ყველაფერს იმას არა, ნამდვილად არის. არა, ეს ეკონომიკა და საერთაშორისო. არა, ეკონომიკა. უკაცრავად, კითხვას და ეს ეხება გერმანიას, ეს ეხება იაპონიას, რომელიც რაღაცას აწარმოებს. შენ არაფერი ინვესტიციები რომლებიც არაფერი არ ახარდა რა უნდა შეძლო იქნებოდა საწარმოების ინვესტიციები დემდეთ რაღაცა უგონი არ გაირკვევა და რაღაცას პასუხი არ მოითხოვება თუ მაგას ასე პატრიოტები გუგულები ხარ აგელოზები რომ ააყენეთ ახალ პარლამენტის გარშემო ძალიან კარგი ტემბრი გაქვს ხმით და ვერავინ ვერ ხარავ შეკითხვას დავსვამ ეს ხალხი მუშაობს ხელისუფლება იქნებ ვაცალოთ არის სოფლიოში ქარიშხალი კრიზისი ძვინვარებს ეკონომიკური და ჩვენ ხელისუფლება ცდილობს რომ როგორღაც გადავრჩეთ ამ ქარიშხალს და ნაკლებად რაღაცა ამზაგვარი ხდება აქვს პროგრამა ინვესტორი გახდა სახელმწიფო მთავარი აცხადებენ ტენდერებს ასაკობენ ხალხს რატომ უშვილ ხელს მაქვს ქალბატონო გიპასუხებთ იცით რა არის ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის ხელისუფლების პროგრამა აი ის ფილმი რომელიც თქვენ დღეს აჩვენეთ და რომელსაც ხვალ კიდევ ერთხელ აჩვენებს ტელეკომპანია მაესტრო და ბარდულაში იქნებ დაკარგოთ ცოტა ოდენი დრო და უყუროთ იმ ფილმს აი ერთი მაგალითად რა უქნეს ერთ-ერთ ისეთ ცნობილ ბიზნესმენს ქიბარ ხალვას როგორ გაანადგურეს მთელი მისი ბიზნეს კომპანიები სადაც 5000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და გაანადგურეს ერთჩვენიერ დღეს მხოლოდ იმიტომ რომ მათთვის იყო ის პოლიტიკურად მიუღებელი თუ არ ვიცი ირაკლი ოქროსთან მეგობრობის გამო აი ღია ტექსტით გეუბნებით აი ამ პირადი ახირების გამო მისი კომპანიები სამივე პრიზა ბილდინგ კომპანი ლილო თუ კიდე რაღაცა ერთ დღეს გაანადგურეს
და 4000 და 5000 ოჯახი დატოვეს სამუშაოს. ეს არის ერთი მაგალითი, ეს არ არის ერთადერთი. უამრავი ესეთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ. ეს არის თქვენი მიდგომა დასაქმებისადმი, ბიზნესისადმი და ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკისადმი. აქამდე სად იყო საერთოდ სოფლიო კრიზისი, რომ ამ ქვეყანაში მუდმივად იყო სოციალური